მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა, ანუ მომდევნო კვირის პროგნოზი სამი სფერო უნდა განვიხილოთ ჩვენ ხოქს, ჩვენი საქმიანობა, ფინანსები და ურთიერთობა. ჯერ ვნახოთ როგორც ყოველთვის სიგნიფიკაცია, ეხლა რა ენერგიებში თქვენ იმყოფებით, ვისთვის იქნება ეს გაშლა, რომ გაიგოთ თქვენ. ნახოთ აბა ვისთვის არის აქ, მე ყველას დიდი მადლობას გიხდით, ვინც მონაწილეობს და ვინც წერს კომენტარებს ჩვენი ენერგიის მიმოწვა ძალიან კარგად მიდის. ვისაც არ აქვს გამოწერილი არხი, გამოიწერეთ, იმიტომ რომ თქვენ ახლა მე ვხედავ, რომ ბევრი უყურებს გამოწერის გარეშე და აქ უკვე ირღვევა ჩვენი ენერგიის მიმოწვა. იქნება ძალიან კარგი. და რა ენერგიებში შევალთ ჩვენ? ესეც ვსა, დაგვნახოთ ახლა. მოდით ჩავიფიქროთ, როგორ ახლა, ესე იგი, რა უნდა წავიდეს საერთოდ, იმიტომ რომ ახლა ისე იცვლება ყველაფერი ძალიან სწრაფად, ამიტომ ვნახოთ უკვე რა აღარ გჭირდება ჩვენ საქმიანობა შეიძლება უკვე დროა დაუშვათ სამსახურის შეცვალო ან ის რაზეც ოცნებობთ, რომ უკვე აქციოთ უკვე რეალობაში, ხო? რა უნდა წავიდეს კაიოს ასე და რა თქმა უნდა რა შემოვა ამ კვირაში რა დაგეხმარებათ. და ფინანსებში იგივე თქვენი რა მიდგომა უნდა გაუშვათ. ჩვენ ახლა ფინანსებზე ვიწყებთ მესამე კურსს, ძალიან საინტერესო პრაქტიკები უნდა მივცე მედიტაცია, ვისაც გსურთ შემოგვიერთდით ქალთა სკოლაში. მობრძანდით ჩვენთან, ქალი და ფული იქნება ძალიან საინტერესო თემა. ლინკი არის ვიდეოს ქვეშ, ჩემო ლამაზებო. ნახოთ რა ფინანსებში თქვენთან ახლა რა უკვე უნდა წავიდეს, რა აღარ გჭირდებათ თქვენ. და რა უნდა შემოვიდეს, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება აუცილებლად. და ჩვენი საინტერესო ჩვენი თემა, ხო? რომელიც გიყვართ ძალიან. ნახოთ ახლა ჩვენ რას უკვე всё, რა უნდა გაუშვათ და რა უნდა შემოვიდეს. რა უნდა გაუშვათ და რას უნდა ელოდოთ ამ კვირაში. ჩემი ყურუნებისთვის უეჭველი იქნება ეს ჩემი მოსწავლეები და ვინც იყო ახლა ჩემთან კურსზე, სადაც ჩვენ მუშაობდით ქალთა ენერგიებზე. ნახოთ ახლა. და ოხრა კარგ ენერგიებში მყავხართ თქვენ, ძალიან მაგარი ენერგიებში ხართ, აქ თქვენ. ყველა ვარიანტში თქვენ შეიძლება ან სწავლობთ სადმე, ან ასწავლეთ სადმე ვინმეს რა. ყოველ შემთხვევაში აი აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენთან ახლა ნაკადი გახსნილი არის, ახლა ფინანსური თქვენ იცით რას ნიშნავს ენერგიების მიმოწვა, თქვენ იცავთ კანონებს, თქვენ ხართ ადამიანი, რომელთანაც ფული შემოდის. აქ ახლა უეჭველი შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ თუ არ იცით ენერგიების მიმოწვა, არ იცით რომ თქვათ ადამიანთან როცა რამის შეძენა გინდა და ის არის ფასიანი და უნდა გასცეთ ეს თანხა, თუ დაუშვათ ახლა აი მე მაგალითად ძალიან მიყვირს ხოლმე როცა ადამიანი მოდის და მეუბნება რომ უფასოდ რამე გამიკეთეთ, ეს არის ჩვეულებრივი ჩემი სამსახური და არა მგონია რომ თქვენ სადმე რომ მიხვალთ ან მაღაზიაში ან სადმე კიდე და იტყვით რომ ეს მინდა და მომეცეთ უფასოდ ვინმე რამის მოგცემს, ხო? ან თქვენ წახვალთ სამსახურში, ხო და იმუშავებთ. ხო და ამიტომ უფასოდ და ამიტომ აქ არის რა თქმა უნდა ესეთი ადამიანი, რომელმაც იცის რას ნიშნავს ეს, იცის როგორ მოდის ფული, როგორ უნდა მოიპოვოს ფული, ბევრი რამე ისწავლა ამისთვის და იცით ყოველ შემთხვევაში ეს ენერგიები როგორ მუშაობს რა. შეიძლება თქვენ ახლა მოგივიდეთ რამე თანხა, ან შეიძლება ნუ აქ ბოლოდინს რა გითხრათ, შეიძლება უფრო ან დაუშვათ რამის სწავლა გინდა და მაგისთვის ახლა თქვენთან აუცილებლად ან მოდის და ან უკვე შემოვედა რაღაცა
თანხა, ну, ძალიან კარგი ენერგიებში ხართ, ყოველ შემთხვევაში აქ არ არის ესეთი ადამიანი, რომელიც ახლა ძალიან გაჭირვებულია და ზის უფულო თავისი საქმე არ აქვს, არ იცის რა უნდა გააკეთოს და მგლოვიარე პოზიცია ნამდვილად არ არის. იმენა ადამიანებს შეიძლება გქონდეთ რამე სირთულეები, მაგრამ თქვენ მიდგომა შეცვალეთ, ღმერთს მიენდეთ თქვენი ცხოვრება. იმიტომ რომ აქ უეჭველი ადამიანი არის ესეთი, რომელმაც იცის როგორ მუშაობს ეს ენერგია, როცა შენ მინდობილი ხარ ღმერთზე, როცა შენ იცი და ელოდები ღმერთს, კი არ ელოდები, შენ დარწმუნებული ხარ, აქ გოლოდინიც არ არის. შენ დარწმუნებული ხარ იმაში, რომ ყველაფერი, რასაც მე სურს, უკვე არის ჩემთვის და ნამდვილად უკვე იქ არის გადაწყვეტილება მიღებული ზემოდან, რომ რასაც ვთხოვ, მე ღმერთი ყველაფერს აბსოლუტურად მომცემს, მაღალი ძალები არიან ჩემსკენ. შეიძლება ვიღაცა მიიღოს, სხვა შორის აქ მიმკვიდრეობა და უშოთ რამე ვიღაცის, ვთქვათ, ან მშობლებისგან ვიღაცა შეიძლება მშობლები ძალიან ეხმარება. ან დედა უფრო შეიძლება თქვა და უშო თქვენი არის რომელიც გეხმარებათ და უშო ზოგადად დედამთილი ეხმარება არის არ ვიცი და აი ეგეთი მომენტები რა ანუ ყოველ შემთხვევაში ენერგიები ძალიან კარგი მოდით ვნახოთ ახლა თუ იცანი თქვენი სიგნიფიკაცია აქ რა ხდება ოხრა კარგია როგორ აი უზომოდ მიყვარს საერთოდ მე-16 ენერგია, იმიტომ რომ ეს არის როცა უკვე ადამიანი მართლა თავისუფლდება ისეთი ენერგიებიდან, ისეთი მოვლენებიდან, რომელიც მართლა უკვე დაასრულის მუშაობა, უკვე თქვენ რაღაცა ძალიან დიდი კარმული გაკვეთილები გამოიარეთ, კარმული პერიოდი გამოიარეთ, სამყარომ უკვე გითხრათ, всё, მე განთავისუფლებ, შენ უკვე შეგიძლია წახვიდე წინ, იმიტომ რომ განთავისუფლებული ხარ, იმიტომ რომ უკვე მართლა უკვე აი აქ ხო გეუბნებით კიდევაც აი აქ თუ თქვენ დავუშვათ ან სურვილები ჩაუთქვით, ან ზუსტად ეს ნუ დამუშავებული გაკვეთილები, იმიტომ რომ აქ მართლა ადამიანმა აი ძალიან კაი ენერგიებში ხართ, უეჭველი რაღაცა ძალიან უძლიერესი პერიოდი თქვენ გაუშვეთ და ამ კვირაშიც გეუბნებიან რომ უკვე დასრულდება თუ რამე იყო თუ თქვენ დაუშვეთ მაგალითად გრძნობდით თავს ცოტა შეუძლოთ თუ დაუშვეთ თქვენ გრძნობდით თავს რომ რაღაცა აი მაქანავებს თქვათ აი შეიძლება ძილში სულ გინდოდათ ძილი ან წნევები გქონდათ აი ეგეთი რაღაცები ეს ყველაფერი მიდის იმიტომ რომ დასრულდა რაღაცა პერიოდი ჩვენ ყველა ვართ ახლა ასეთ პერიოდში აი გადასulis პერიოდში გადავდივართ სადღაც ჩვენ სადღაც არა ჩვენ გადავდივართ უკვე სხვა პერიოდში რა სადაც უკვე კარმები აი აქაც ადამიანმა ძალიან კარგად დაამუშავა და ჩააბარა ასე რომ ვთქვათ გამოცდა რა ძალიან აი ფრეოდოსანი ხარ თქვენ და აქ შეიძლება ვიღაცა და სხვათა შორის ნუ შეიძლება ვიღაცისთვის კიდე ეს ინფორმაცია იყოს რომ ვთქვათ საცხოვრებელი სახლი დაუშვით თქვენ შეცვალეთ ან თქვენი ზოგი აქ შეიძლება ბრუნდება საზღვარგარეთიდან ზოგი პირიქით გადაწყვეტილებას იღებს რომ მორჩა მე გადავდება თქვათ სხვაგან საცხოვრებლად საზღვარგარეთ მივდივარ ან დავიწყე თქვათ შეიძლება ან საბუთების მოგროვება და იმიტომ რომ ეს არის უკვე მყარი გადაწყვეტილება და ზოგმა მართლა შეიძლება მიიღო გადაწყვეტილება რომ მორჩა მე უკვე ჩემი მოღვაწეობა დავასრულე საზღვარგარეთ და უკვე მინდა დავბრუნდე. ნუ აი ეს თუ დაუშვათ ისე შეიძლება წერტილოვანი ინფორმაცია იყოს რა ვინმესთვის. ისე გლობალური ეგ არის რომ თქვენ მართლა ძალიან მაგარი პერიოდი დაასრულეთ და თუ კიდევ გეუბნებით შეუძლოთ გრძნობდეთ თავს არ შეგეშინდეთ ეს ისეთი პერიოდი, მაგრამ აქ მაჩვენებენ რომ თქვენ გამოდიხართ ამ პერიოდიდან, всё უკვე დამშვიდდება თქვენი მდგომარეობა. ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ ფინანსები რა უკვე უნდა წავიდეს. აი ნახეთ ახლა შეიძლება იყო რაღაცა სიტუაციები ისეთი რომ თქვენ დაუშვათ გქონდათ რამე პროექტები ან იმიტომ რომ იმპერატორი არის როცა მე ვარ რაღაცა საქმეს ვაკეთებ ხო მე ვარ საქმეში პროფესიონალი ხო მე ვიცი ეს მეოთხე ენერგია ეს რა თქმა უნდა ადამიანი რომელიც არის პროფესიონალი ყველანაირად აბსოლუტურად რაც არ უნდა იყოს იცის მიდგომა ძალიან ისეთი რომ აი ნუ პროფესიონალურ დონეზე რა ასე რომ ვთქვათ
მაგრამ შეიძლება აქ დაუშვათ ან ვერ ხედავდნენ თქვენს პროფესიონალიზმს, ან შეიძლება არ აფასებდნენ თქვენს პროფესიონალიზმს, შეიძლება გქონდა თქვენ რამე აი აქ თქვენს ხელმძღვანელთან დაუშვათ რაღაცა ხარვეზები, როცა თქვენ ახლა რამე იდეას მიუტანდეთ და ის გეტყოდა თქვათ არ არის ეს იდეა. ან ვაფშე და შეიძლება ზოგჯერ შეიძლება ეს ვიღაცისთვის არ ვიცი იქნება ინფორმაცია თქვათ მოიპარეს თქვენი თქვათ იდეა დაუშვათ, ხო? შეიძლება ვიღაცამ აი როგორც აი მაგალითად ჩემს შემთხვევაში როიპარავდა ვიღაცა ჩემს ვიდეოს და ხალხს ატყუებდა და ფულებს დაღლიტობდა, იმედი მაქვს რომ დასრულდება მართლა ეს სიტუაცია, იმიტომ რომ მართლა უკვე იმდენი ადამიანი მწერს რომ რა ვიცი და TikTok-ზე ძალიან ყურადღებით იყავით, თუმცა მე უკვე გავაკეთე იქ რაღაც манипуляციები, რომ იმედი მაქვს მერტის წყალობით რომ აღარ მოიპარებიან რა ჩემს ვიდეოს, რომ ხალხი არ მოატყუო. აი აქ დაახლოებით უბრალოდ გითხარით, რომ შეიძლება თქვენ გქონდათ რაღაცა, თქვათ თქვენი იდეები, თქვენი რაღაცები და აი ეს მომენტი, თქვათ, ეგაც დასრულდება ეს პერიოდი რა, სადაც თქვენ არ გაფასებდნენ, სადაც თქვენ ახლა ვერ გხედავდნენ, ასე რომ თქვათ, თქვენს პროფესიონალიზმს, შეიძლება დაწინაურება გინდოდეთ, მაგრამ სხვა ვიღაცა დააწინაურეს, თქვენ ელოდებოდეთ, მაგრამ არ გამოვიდა ეს რაღაცა და ეს ყველაფერი მიდის თქვენი ცხოვრებიდან. ნახოთ ახლა რა მოდის. აი შეხედეთ, ახლა აქ შეიძლება იმდენი შემოთავაზება გქონდეთ თქვენ, რომ აი საერთოდ აი ნახეთ, აქ რო ხო დავინახეთ თქვენ რომ მიდის ეს რომ თქვენ ვერ გხედავდნენ, ვერ არ გაფასებდნენ, აი ახლა სიტუაცია ისე შეიცვლება, რომ თქვათ, არ გირჩევდნენ დაუშვათ. აი ახლა შეიცვლება სიტუაცია და თქვენ ნამდვილად დაგინახავენ, თქვენ ნამდვილად ეხლა შეიძლება იფიქროთ, რომ ღმერთო ამდენ კლიენტებს რა გაუძლებს დაუშვათ, ხო? ამდენი შემოთავაზება, რა ვქნა, რომელი ავირჩიო, რომელი თქვათ ეხლა მივიღო რა, თქვათ, იმიტომ რომ შეიძლება ანაკადი კლიენტების მოგივათ, ხო, სიტყვაზე, ან შეთავაზები შეიძლება გქონდეთ ძალიან ბევრი. აქ ძალიან კარგი სიტუაცია იხსნება, ხო, გეუბნებით, რომ დაუშვათ ახლა თქვენ თუ აქ კიდევაც ელოდებოდეთ რამეს, ხო? შეიძლება ეგაც რა, რომ თქვათ, თქვენი დანახვას ელოდებოდეთ, თქვათ, რომ როდის ველოდები რაღაცა ძალიან დიდ დაწინაურებას სიტყვაზე და აქ უკვე გეუბნებიან, რომ უკვე შენი მოლოდინი всё დასრულდება, იმიტომ რომ გზა გაგეხსნება და აი აქაც უკვე გვაჩვენებენ, რომ აი მართლაც მე საერთოდ ეს ცხრიანი არის, როცა ხმალების აქ მაგას ეგეთი მნიშვნელობა ძალიან საინტერესო, როცა აი დაუშვათ რაღაცა პერიოდი შეიძლება მშვიდი იყო, თქვა შეიძლება თქვენ ახლა აქაც დაუშვათ ახლა რადგან გვაჩვენებენ გამოდიხართ თქვენ, შეიძლება ცოტა შეუძლოთ იყავით, ან ენერგია არ ყოფნიდათ იმისთვის, რომ თქვენ ახლა უფრო აქტიურად გემუშავოთ, აქ ენერგია თავისუფლდება. всё, გეძლებათ ენერგია, რომ მიდი ახლა იმუშავე, ხო, დაუშვათ იმოქმედე რაღაცა გააკეთე და აი და იმიტომ ეს თქვენი ენერგია რო განთავისუფლდება, ასე რომ ვთქვათ, ხო? აქ უკვე იმდენი შეიძლება იყოს შემოთავაზება, რომ თქვენი თქვით, რომ ღმერთო რა გავაკეთო. აი ვთქვათ, იმიტომ რომ всё ეს მშვიდი პერიოდი, ასე რომ ვთქვათ, როცა შენ მარტო ვთქვათ, შეიძლება ელოდებოდი, აი ახლა უკვე დაიწყება პროცესი, როცა წამოვა რა ძალიან დიდი ნაკადი აქ მუშაობის თქვენთან. გამიგეთ? იმიტომ რომ აქ დაუშვათ შენ თუ გინდოდა დაწინაურება და შენ არ აგირჩიეს, ხო? ან შენ შეიძლება ხარ ისეთ უიმედობაში დაუშვათ, ხო? აქ აგირჩევენ და მაგრამ პროსტო უბრალოდ იტყვი რომ რა გავაკეთო ახლა აწე რა ვქნა ახლა დასვენება როდესღა იქნება, იმიტომ რომ იყო შეიძლება რაღაცა პერიოდი ხანძლივი, როცა შენ თქვათ, არ ქონდა ესეთი აქტიურობა, არ იყო და აი ახლა ჩაირთობა ძალიან დიდი აქტიურობა თქვენთან, აი აქ ნამდვილად და სხვათა შორის აი ძალიან ნახეთ როგორი ადამიანები შემოდიან თქვენთან, აი როგორც თქვენ თვითონ, თქვენ როცა იცავთ დაუშვათ და არ ცდილობ სულ რაღაცა უფასოდ და აი ეს სხვათა შორის ძალიან ცუდი რო იცოდეთ, როცა თქვენ ყველაფერს ეძებთ ან ფასდაკლებებით, ან თქვათ საერთოდ უფასო, ან ეგეთი რამე, იმიტომ რომ სამყარო ისე მუშაობს საერთოდ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ენერგიის მიმოცვლა, აუცილებლად რა. იმიტომ რომ თუ შენ დაუშვათ რაღაცა აიღე უფასოდ, აი დაუშვათ მიდიხართ ვინმესთან, შეიძლება ზოგი შემოსწავლებს ვეუბნები, რომ კი შეგიძლიათ რაღაცა უფასოდ გააკეთოთ, რომ ადამიანებმა გაგიცნონ, მაგრამ
მაგრამ უნდა უკავშირე მაინც დაგიწერონ თქვათ იმ ადამიანებმა, როგორ თქვათ, ჩაიარა კონსულტაცია, რამდენად კმაყოფილები არიან თქვათ კლიენტები, ხო, რატომ? იმიტომ რომ ეს ენერგიის მიმოცვლა უნდა მოხდეს, რომ იმ ადამიანს, ვისაც შენ თქვათ გაუკეთე თქვათ თუნდაც გაშლა, რომ არ წაართვან სადმე სხვაგან. იმიტომ რომ დააკავერდეთ თქვენ, ვისაც გიყვართ ეგეთი უფასო რაღაცები, არ აქვს მნიშვნელობა, ეგ გაშლა თუ რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა. თუ დაგიკარგავთ ფული დაუშვათ, ხო? ან უცბად თქვათ რაღაცა მოგივიდა ჯარიმა, ან შეიძლება თქვათ, სადღაც მაინც დაგახარჯინეს ის თანხა, რაც უნდა დაგეხარჯა. გამიგეთ, რაც უნდა მიგეცა დაუშვათ სიტყვაზე, ხო? ამიტომ ყოველთვის ჯობია, რომ ფულით ეგრევე გადაუხადო, ან შეიძლება даже ჯანმრთელობაზეც იმოქმედებს, თუ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი და ასე შემდეგ. ამას უბრალოდ დააკავერდეთ რა, სამყარო ეგრე მუშაობს, ენერგიის მიმოცვლა უნდა იყოს დაცული. გამიგეთ, აი ეგ არის რა, მაგრამ აი აქ თქვენ რომ იცავთ ამას, გამიგეთ, თქვენს გაძლევენ ისეთ კლიენტებს, რომელიც იცავს. გამიგეთ რა ხდება, აი ეს არის და აქ აუცილებლად იქნება აი ეს ბალანსი დაცული ყველა ვარიანტში, თქვენი დახმარება დაჭირდება ადამიანებს. ой, მაგადით. აი მართალს ვამბობ. უკაცრავად. ანუ ნამდვილად თქვენი დახმარება დაჭირდებათ, გამიგეთ, თქვენი ენერგია დაჭირდებათ ბევრ ადამიანს რა. მაგრამ თქვენ რესურსში ხართ, იცოდეთ. კარგით, ფინანსები გადავხედოთ ახლა ჩვენ, ანუ ახლა აქეთ რა უკვე აღარ გჭირდება თქვენ. ნახეთ აქ როგორი საინტერესო რამე არის. აი სულ ნახეთ, აი მე მომწონს, ხო, აი გითხარით რა თავიდანვე, რომ აქ რაღაც არაჩვეულებრივი ადამიანი მიყურებს ახლა უეჭველი, იმიტომ რომ თუ თქვენ დაუშვათ, აი ზუსტად რაც მე ვთქვი, გქონდათ რამე ისეთი მომენტები, რომ დაუშვათ თქვენ, შეიძლება არ იცოდეთ დაუშვათ, ხო, ეს ენერგიების მიმოცვლა როგორ მუშაობს, ხო? რაღაც არ გქონდათ შეიძლება ცოდნა და გიხაროდათ თქვათ ახლა ეს უფასოდ რაღაცები, აი აქ თქვენ ისწავლეთ, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება მართლა გადაიხადეთ თქვენ რაღაცა თანხები და მიხვდეთ, რომ არა, მოდი რა, ჯობია რომ მე მოვიდა რაღაცა თანხა გადავიხადო და არა პატარა ბავშვით ახლა მიხაროდეს, რომ თქვათ ახლა გადავრჩი, ხო, რაღაცას. აი ეს იცოდეთ, რომ ეს თქვენი აი აქ მე მომწონს, რომ თქვენ ამას აცნობიერებთ რა, აცნობიერებთ, იმიტომ რომ თუ ადრე თქვენ შეიძლება ფიქრობდით ისე, როგორც რაც მე წეღან გითხარით, ეხლა თქვენ უკვე დარწმუნდით იმაში, რომ არა, თუ რაღაცა სმაძლევენ, მე აუცილებლად უნდა გავცე, ხო? და არა ისე პატარა ბავშვით, რომ თქვათ არ ვიცი ეს რა არის, იმიტომ რომ სიტუაცია, რომელიც შეიძლება თქვენ დაგემართათ, რა ვიცი, ყველას თან ჯარიმა შეიძლება მოგივიდათ ვიღაცას, ხო? ან კიდე რაღაც, ესე იგი მოძებნით, სად თქვენ დაარღვიეთ ეს ენერგიის მიმოცვლა, სად აიღეთ თქვენ რაღაცა, რასაც არ გადაიხადეთ, იცოდეთ, ეს არ არის კარგი. არ არის კარგი. თუ შენ რამე გინდა და ფული არ გაქვს მაგისტრის, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ან არ ახარჯერ მზად ამის მისაღებად. გამიგეთ რა ხდება. აი ეს ძალიან კარგად ამაზე დააკვირდეთ რა. და რა შემოდეს თქვენთან, ნახეთ რა შემოდეს. აი რაღაცა ცვლილებები მოდის, რაღაც სასწაული. ნამდვილად დასტაბილურდება ეგ სიტუაცია, შეიცვლება ეგ სიტუაცია, უეჭველი, თქვენ ახლა აქ ნახეთ, აი თუ დაუშვათ რამე არასერიოზულადაც აკეთებდეთ თქვენ, ხო? ან ფულთან გქონდეთ არასერიოზული, რას ნიშნავს? შეიძლება ფულთან გქონდეთ რაღაცა მიდგომა არასერიოზული, ხო? ანუ უპატივცემლობა, ასე რომ ვთქვათ, რა გქონდათ თქვენ, აი აქ შეცვლით ამ მიდგომას კიდე ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე მე ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, ჩემს ახლა მესამე კურსი რო გვაქვს ჩვენ ახლა ქალთა სკოლაში, ქალი და ფული. აი ქალს რო შევეხოთ, ხო, ქალთან ფული მოდის მისი შინაგანი მდგომარეობიდან, როცა რაღაცას ქმნის, მაგრამ ქალურად ქმნის რა, როცა მე მსიამოვნებს ის საქმე, რა საქმესაც მე ვაკეთებ და რა საქმესაც მე ვემსახურები, ხო? ანუ როცა შენ, ანუ ზუსტად ნახეთ, როცა
როცა მე ვიცრებ სხვანაირი მიდგომა გექნებათ უფრო ნახეთ უპატივცემლობა ერთი მაგრამ მსუბუქი მიდგომა ეგ სხვა რამეა ეს ძალიან მაგარი ენერგია ამას ხა ნუ ვინც არის ეს პრაქტიკებს რა თქმა უნდა მივცემ კურსზე იმიტომ რომ როცა შენ იცი რომ ყველაფერი არის შენთვის აი ეს ცვლილება ძალიან დიდი იქნება თქვენში უკვე თითქოს თქვენ უკვე მიხვდებით ეს რას ნიშნავს ნუ ჩვენი კურსი ხა ვინც ახლა უყურებს 24 აგვისტოს იწყება შეგიძლიათ თუ ვინმეს გაინტერესებს მიმართოთ ჩემთან ხმარ ჯგუფზე და გაგყოლიანებენ მაგრამ უკვე პრინციპი პროცესი უკვე იწყება გამიგეთ პროცესი უკვე დაიწყო რომ მე უკვე ვცვლი ჩემს მდგომარეობას მე უკვე დამოკიდებულებას ვცვლი მე უკვე სხვანაირად უყურებ ყველაფერს და აბსოლუტურად ყველაფერი ჩემთან ადვილად მოდის ანუ ისე ადვილად რომ აი მართლა რომ რა ვიცი აქ შეიცვლება გეუბნებით თქვენი შინაგანი მდგომარეობა და ნამდვილად კი ბატონო კი ნუ ეს არის უეჭველე ჩემ გოგოებისთვის ვინც არიან იმიტომ რომ ნახეთ როცა მე უკვე ეს თან დავაფიქსირე ნახეთ ფულთან დაკავშირე მე დავაფიქსირე ეს რომ ქალთან ფული მოდის მის სიამოვნებაზე ნუ კაცების და სხვა თემა არის პრინციპში თუ ქალური ენერგიები რაც ჩვენ ორივეში ხო გვაქვს ორივე ენერგია ჩართეთ ნუ ეგ სხვა თემა არის მე გოგოებთან უფრო მუშაობ და ამიტომ აქ შემიძლია გითხრათ რომ თქვენს ენერგიაზე იმაზე რომ ჩემთვის ყველაფერი შეიძლება მე მსიამოვნებს ის რაც მაქვს მე მადლიერი ვარ იმისი რაც მე მაქვს მე აი იმ საქმედან რომელიც თქვენ გსიამოვნებს მოგწონთ თქვენთან მოვაფული აუცილებლად მე ყოველ შემთხვევაში კარგი დიდი აი სტაბილურობა გექნებათ და იმაზე რაც თქვენ გსიამოვნებს იმაზე სულ მოგივათ თქვენ ფული და ვიღაცას დაუბრუნებენ ვალს შეიძლება ვალი აქვს ვიღაცას თქვენი ანუ თუ თქვენ დაუშვათ სადღაც დასასვენებლად მიდიხარ იცოდეთ რომ აუცილებლად თქვენ იქ სიამოვნებთ ფული ყველაფერზე გეყოფათ თქვენ იმიტომ რომ თქვენს თავს ეუბნებით რომ მე ვაძლევ უფლებას ჩემს თავს რომ მე ყველაფერი რაც მე მინდა გქონდეს და ეგრევე თქვენ სიამოვნებაზე მოდის თქვენთან ფული იცოდეთ იმიტომ რომ უკვე სტაბილურად იქნებით მაგსეთ იმაში აი ეს ნუ ახლა აღარ დავიწყებ აქ ტრენინგის ჩატარებას ამას რა თქმა უნდა დაწვრილებეთ გოგოებს ვესაუბრები ხოლმე და ახლა დაიწყება და რა თქმა უნდა ყველანაირად როგორ უნდა შეხვიდე ამ მდგომარეობაში რას ნიშნავს ეს მსუბუქად შემოვიდეს ფული აქ უნდა შეცვალოთ თქვენ აუცილებლად თქვენი მიდგომა თუ ვინმეს არ აქვს რომ ის მიდგომა თუ გაქვს რომ ფული მოდის ძალიან რთულად არა ფული მოდის შენ შინაგან მდგომარეობაზე თუ შენ თვლი რომ ფული მოდის რთულად და 15 სამსახური უნდა მქონდეს კი ბატონო მაშინ 15 სამსახური უნდა გქონდეს და დაღლილი იქნება ისეთი რომ უკვე ეს ფულიც აღარ გენდომება თუ შენ შეძლებ და შეცვლი შენ შინაგან მდგომარეობას თუ შენ იცი როგორ უნდა მართო შენი ენერგიები და ეს რთული არანაირად არაფერი არ არის უბრალოდ უნდა გააკეთო თქვა თუნდაც ეს პრაქტიკები იმიტომ რომ ნუ თუ თქვენ შეგიძლიათ თვითონ რამე იცით კი ბატონო თუ არა და ნამდვილად მე გეკარნახებ და დაგეხმარებით იმიტომ რომ ასეთ ენერგიებში უკვე ცხოვრობ დიდი ხანია და ამიტომ ფული მოდის სულ სხვანაირად და სულ მოვა იმაზე რაზეც თქვენ მისცემთ უფლებას რომ შემოვიდეს თქვენთან გამიგეთ ანუ დარდი თქვენი აი აქ ფულზე უკვე წავა გამიგეთ იმიტომ რომ შედიხარ იმ მდგომარეობაში ჩემთვის შეიძლება მე მაქვს მე და ფული კარგად მეგობრობთ გამიგეთ ანუ მიდგომა შეცვალეთ ნუ ეს უკვე აქ გეუბნებით უკვე ენერგიები შემოდის კი ბატონო რა თქმა უნდა აი თქვენი ნახეთ ახალი მიდგომა თქვენი ახალი რეალობა დახატეთ და რა თქმა უნდა ამ ახალ რეალობაში უკვე სხვანაირად მუშაობს სხვა ვიბრაციები მუშაობს იქ და ეს კვანტური ნახტომი რაც არის ესეც არის მნიშვნელოვანი თქვენ ძველი რეალობაში შეიძლება ფული მოდიოდა რთულად, მაგრამ თქვენ თუ გადახვალთ იმ თქვენ ახალ რეალობაში, ანუ სხვა იმაზე რა ქვია, ტოტზე რა, რომ კვანტური თუ არ ვიცი ქართულად თუ სწორედ ვამბობ, იქ არის უკვე სხვა სიტუაცია, კი, იქ უკვე, მაგრამ ეს უნდა იცოდეთ, ეს უნდა ისწავლოთ, თუ ვინმეს გინდათ ნახეთ ახლა და თქვენი პენტაკლების ტუზე და ნახეთ რამხელა ფული შემოგივათ რა, ძალიან დიდი ფული შემოგივათ, უზომოდ დიდი ფული. ნახეთ, თუ ტუზები რა, ნუ გეუბნებით ახლა ჩემი გოგოები
მეგობრები კი არიან და ემზადებიან უკვე და ჩვენ უკვე შევალ და უკვე ელოდებიან ამ მესამე კურსს ძალიან, მაგრამ იცოდეთ რომ ძალიან კმაყოფილი იქნებით უეჭველი. მეორე არის აქ ტუზის, ნახეთ თასების ტუზი ეს როცა მე მართლა უკვე ვგრძნობ და ვიცი რომ ყველაფერი სიუხვეს, ყველაფერი ბედნიერება, ყველაფერი რაც მე მინდა უკვე ჩემ ცხოვრებაში შემოდის და აქ უკვე მართლა პულთან გაქვს ძალიან აი კონტრაქტიც დადებული ასე რომ ვთქვა, ან დადებთ იმ კონტრაქტს, იმიტომ რომ უკვე აქ ყველანაირი ძალები გეუბნებიან რომ მზად ხარ იმისათვის რომ შენ უკვე მიიღო ის რაზეც შენ ფიქრობ, რაზეც შენ ოცნებობ, რაც შენ ყველაფერი არის შენ. ეს კვირა იქნება თქვენთვის ძალიან გარდამტეხი და ძალიან მნიშვნელოვანი. აი რაღაც არაჩვეულებრივი და მომზადება ტუზები, ხო, ახალი გზა, ახალი ემოციები, ახალი დაწყება რაღაცა, ახალ რეალობაში გადასვლა რა. ნუ აი ძალიან არაჩვეულებრივი ენერგიები. კარგით, მოდით ახლა ჩვენ გადავედით, ახლა ვნახოთ ურთიერთობა. ეხლა აგეთ რა ხდება. ნუ აქ ნახat, თქვენ ახლა შეიძლება გქონდეთ აქ არის ნახat რა მიდის, აი დაუშვათ თქვენ თუ ელოდებოდეთ ახლა ადამიანს, რომელიც პრინციპში აი ნახat როგორ გითხრათ, ახლა მოიცეთ კარგად შევიდე, იმიტომ რომ აქ არის ძალიან საინტერესო. თუ დაუშვათ აქ თითქოს როგორ არის, იცით? ჩვენ ხო ვიძახეთ რას ვუშვებთ, ჩვენ ვუშვებთ, აი აქ ვუშვებთ შეიძლება ადამიანს, რომელიც თქვენ ბევრს გპირდებოდა, მაგრამ ძალიან ცოტას აკეთებდა, ან არაფერს არ აკეთებდა. შეიძლება კიდე ნახეთ, თუ ენერგია ავიღოთ, მაშინ აქ შეგვიძლია როგორ ვთქვათ, რომ მე ვუშვებ ჩემი ცხოვრებიდან გულით, სიყვარულით, ყველაფრით იმ ადამიანს, რომელიც შეიძლება რაღაცებს მე ვთქვათ მპირდებოდა, ან სიყვარულს მიფიცებოდა, ან საერთოდ ესეთ ადამიანებს და ეგეთ ფიქრებს მამაკაცებზე, რომელიც მარტო რაღაცას მარტო მპირდება და არაფერს არ აკეთებს ამ სიყვარულისთვის. შეიძლება საერთოდ თქვენ ახლა ნუ ჩემი გოგოებმა გიიცენ, გავიარეთ ჩვენ ეს ტექნიკები, რომ ვუშვებთ ეგეთ კაცებს ვთქვათ, ხო, თუ ყავთ ეგეთი პარტნიორი, ან ვუშვებთ საერთოდ ჩემი ცხოვრებიდან ისეთ ენერგიებს და არ შემოუშვებ უკვე ისეთ ადამიანს, რომელიც მარტო მპირდება და არაფერს მაგისტრის არ აკეთებს რა. ან აკეთებს ძალიან მიზერულს. ანუ შეიძლება ეს არის თქვენ უკვე ესეთი გადაწყვეტილებაც მიიღეთ, გამიგეთ რა ხდება. აი ეგეთი რამე არის აქ. იმიტომ რომ ნახat, კიდე თუ დაუშვათ თქვენ გქონდათ ბიჭებო მწდელობა სიტყვაზე თუ ბიჭები მიყურებენ, რომ აი დაუშვათ მსუბუქად დაგებრყოთ თქვენი გოგოსთვის, აქ არ გამოგივათ არანაირად, ეს იცოდეთ, იმიტომ რომ უკვე არ აქვს მაგას ნდობა და არ სჯერა თქვენი მარტო სიყვარულის რა. ანუ როგორ არის, იცით, შენ შეიძლება ეუბნები, რომ მე მიყვარხარ, მაგრამ მაგისტრის არაფერს არ აკეთებ რა. ან თუ აკეთებ რაღაცა მიზერს აკეთებ და არა გაქვს ჩართულობა, არ აძლევ ამას სრულყოფილად იმას, რაც უნდა მისცეს მამაკაცმა. გამიგეთ რა ხდება, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ჩვენ ურთიერთობაში კი სხვა მოვალეობები, როცა პარტნიორები ვართ უბრალოდ, როცა ცოლ-ქმარი იქ სხვა მოვალეობები კიდე არის რა. მაგრამ აი ეს რომ დაუშვათ ადამიანი მარტო პირდებოდა, თქვათ შეიძლება ხო? და არა, აი შეიძლება თქვენ გაუშვებთ კიდევაც საერთოდ მაგის ნუ მიხვდებით რა, რომ ვერ ვიღებ მე მარტო თქვათ ახლა ამ ადამიანისგან, ანუ ერთს მეუბნება, მაგრამ ვერ გამოხატავს, გამიგეთ ადამიანი სათანადოდ. რა შემოდის? ჩემო სიხარულებო, თუ თქვენ დაუშვით სადღაც მიდიხარ და სასვენებად, იცოდეთ რომ ძალიან კარგ დროს გაატარებთ თქვენ და მართლა შეიძლება აქ ვიღაცა ექნება დაჟე გზაში გაცნობა. ნახეთ, შეიძლება ისეთი ადამიანის, რომელსაც თქვენ დიდი ხანია ელოდებოდეთ, დაუშვათ, ხო? იმიტომ რომ ნახეთ, კიდე ერთი ვარიანტი, თუ დაუშვათ თქვენ აი აქ ელოდებოდით ადამიანის დაბრუნებას, თქვენ მაგას
და უკვე მაგ არ ჩდებოდა ეს, არ მოდიოდა ეს ადამიანი, აი გაუშვებ თუ არა თქვენ ამის ლოდინს და მიხვდებით რომ მორჩა უკვე ჩემთვის ეს ადამიანი, თუ არ გამოჩნდა და არ გამოჩნდა, მაშინ რა ვქნა და აი შეიძლება დაბრუნება მოხდეს ასეთი ადამიანის ეგრე, იმიტომ რომ ნახეთ, საერთოდ ეს ასე მუშაობს რა, რასაც ჩვენ არ ვაძლევთ გზას აი რითი აი სულ ფიქრობ ხო, ანუ შენ სულ ენერგიას ხო უშვებ, შეიძლება იქ ნერვიულობ, რომ არ მოვა, კი შენ პირდა, მაგრამ არ მოვა, ველოდები არ ჩანს, არ მწერს, ან ახალი ადამიანი მინდა სიყვარულის შემოუშვა, მაგრამ არა და სულ იქით ენერგიას უშვებ, ხო, ის ნამდვილად არ გამოჩნდება უეჭველი რა. იმიტომ რომ ასე მუშაობს, იმიტომ რომ შენ მაგას ახლა ენერგიით ყვება, ის არც ვერც ასწრებს რომ მოენატრო რა. ეს ხო. მაგრამ აი აქ თქვენ თითქოს ამას უშვებთ და შემიძლია გითხრათ რომ შეიძლება აქ ეს ადამიანი, რომელსაც თქვენ დაუშვათ, ელოდებოდით, გამოჩნდება, იმიტომ რომ აღარ დაელოდებით. გადაწყვეტილებას მიიღებთ, უაზრობა არის, დროს ვკარგავ, ენერგიას ვკარგავ და არაფერს არ აკეთებს ეს ადამიანი. ვზივარ ტყუილა, აქ ვნერვიულობ, გამიგეთ რა ხდება. ხო და აი ამას თქვენ რო გაუშვებთ, აი გეუბნებით თქვენ რაღაცა, ეხლა შეიძლება თქვათ დასვენება თუ განსადმე წასვლა შეიძლება გაქვთ, ხო? იქაც თქვენ შეიძლება ვინმე შეხვდეთ, თქვათ ესეთი ადამიანი, როგორც გითხარით, რომელსაც ელოდებთ, მაგრამ აი კიდე აღარ გავიმეორებ, კაცი მიხვდეთ თქვენ ახლა, შეიძლება დაბრუნება იმ ადამიანის, კი ბატონო, რომელიც არ მოქმედებდა, კი, რომელიც ან წავიდა, ან დაშორდა თქვენ, გამიგეთ? აი ეს ადამიანის აქ შეიძლება არის დაბრუნება. სხვათა შორის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, აი 28 აგვისტომდე უყურეთ. ახლა თუ უკვე თქვენი პარტნიორი არც მოქმედებდა, ანუ ნახეთ რა ხდება, აქ თქვენ გადაწყვეტილებასაც უკვე მიიღებთ რა, რაღაცა მოვლენები ისე იქნება, რომ თქვენ მიხვდებით, რომ რო თქვათ ახლა დავასრულო თუ ეს ადამიანი თუ არ გამოჩნდება, ეჭველი მიხვდებით, რომ უკვე მართლა დროა გაუშვა, მაგრამ აქ არის გეუბნებით, რომ ადამიანი, რომელსაც თქვენ ელოდებოდით და რომელიც არ გამოდიოდა, შეიძლება დაასრულეთ ურთიერთობა ამ ადამიანთან, აქ შეიძლება მოხდეს, თქვათ, მაგისი, იმითი და გამოჩინა ეს კარტი, რატო ასე ჩქარობს რაღაც, რა ჩქარობს აქ. აი ეს ჩქარობს აქ ზუსტად, რომ ადამიანი, რომელსაც ნახეთ ახლა რა ხდება. ეს ვინ არის კიდე რო იცნოთ თქვენ, ადამიანი შეიძლება იყოს აქ ნახეთ თქვენ ენერგეტიკულად, ნახეთ როგორ ერთად ხართ რა. ერთად ხართ თქვენ, კი შეიძლება ელოდებით ამ ადამიანს, მაგრამ არ ჩდება ეს ადამიანი რა. ლოდინს უშვებ თუ არა, ეს ადამიანი თვითონ გამოჩნდება, იმიტომ რომ ეს უკვე არის თვითონ ისეთ ენერგიებში, რომ მიხვდა რომ ეს ძალიან ეს არის რთული ენერგია, როგორც ტვინის დაგეღალა და თვითონაც დაიღალა, იმიტომ რომ ეს შეიძლება თქვენ გითვალთვალებს ეს ადამიანი, მაგრამ ის ამ უკვე თვალთვალითაც დაიღალა და შეიძლება გაბედავს და რამეს მოსინჯავს, იმიტომ რომ გითვალთვალებს ეს ადამიანი, თქვენ იცოდეთ და რაც უფრო მეტად გიყურებს და არაფერს არ აკეთებს, იცოდეთ რომ ძალიან უკვე ნერვოზი და ფსიქოზი დაეწყო მაგას რა, უკვე გაუსაძლისი ვერა, იმიტომ რომ აქ როგორ არის, ხდება რომ ეს არის ჩემი არის, გამიგეთ, ეს სულ მუდმივად, აი აქ მუდმივი თქვენი კი, აქ შეცვლის ეს მდგომარეობას. აქ ნახეთ როგორი ორი ტრანსფორმაცია, ხო, აქ სიტუაცია უეჭველი შეიცვლება და ნამდვილად ეს თქვენი გაუგებრობა თუ რამე იყო, აქ დასრულდება, აქ იქნება გამოსვლა ამ გაუსაზლის სიტუაციის, რომ მაღალი ძალები ჩაერთობიან თვითონ, მე ღმერთო აქ რამხელა კარმა. აქ როგორი სიტუაცია, აქ კარმა დამთავრდა, აი ნახეთ მე-16 ენერგია ჩვენი სად არის რა. რომ ზუსტად ეხლა აი გაერკვევა ამ კვირაში ძალიან გაერკვევა თქვენი სიტუაცია, იცოდეთ რა. აქ იქნება უკვე აი ან ძალიან მოიცადეთ. კი. შეხედეთ, აქ ორი ვარიანტი წამოვა, ახლა ნახეთ, გეტყვით ახლა. პირველი ვარიანტი შეიძლება იყოს ის, რომ თქვენ მიხვდებით, რომ მორჩა ეს სიყვარული უნდა გაუშვა.
ან რამე ცვლილებები მოხდება, სიყვარული გაემარჯვებს. გამიგეთ? მაგრამ აქ შეიძლება სრულიად მოულოდნელად ვიღაცასთან ნახეთ რა ხდება. თქვენ აი აქ ელოდებით, ხო? რამე სერიოზულ მიდგომას ამ ადამიანისგან, მაგრამ უკვე ფიქრობთ, რომ ნუ არ ამგონია რა, რამე სერიოზული მან შემომთავაზოს, უკვე რაღაც ეჭვი მიპარება რა. და შეიძლება მეც მეენდობთ, იტყვით რომ ნუ ღმერთო როგორ თუ ჩემი არ დაბრუნდება და კიდევაც ვიქნებით ერთად და მართლა აქ შეიძლება აი ეს ადამიანი თქვენი გამოდის აი აქ ამ ტრანსფორმაციიდან, ხო, იმიტომ რომ აქ თვითონ აქ უკვე ეს უსამართლობა, ნუ რაღაც აქ უძნელესი სიტუაცია იყო რა. შეიძლება მართლა დაგასმევინეს წერტილი აი აქ, იმიტომ რომ ადამიანი არ მოქმედებდა, არაფერს არ აკეთებდა და რაღაცას აი მცირეს გიგდებდათ რა. ანუ კი გეუბნებოდა მიყვარხარ და რაღაცა, მაგრამ მისი საქციელიდან ჩანდა მხოლოდ მოვიდა წავიდა. გამოჩნდა დაიკარგა. ანუ ვერ იღებდით თქვენ ამ ადამიანისგან სრულყოფილ ამ სიყვარულს, ასე რომ ვთქვათ რა. მარტო სიტყვიერი იყო რა, მაგრამ ქმედებები და რაღაცა არა. აი აქ ადამიანი ისე დღეში ჩააგდეს თქვენს გამო, ნუ რაღაცა არ ვიცი რა გითხრათ რა, აი ესეთ რომ მოითხოვ რა. აბა მიდი ახლა შენ აი ხო იცით რომ ეგეთი რაღაც რას ბორკები ასე წოდებული, აბა რომ მოითხოვენ რა. რას ქვია შენ ყურუმი მოგცეს, შენ მოგცეს იმისთანა ხალი, რომელიც ახლა არის უძლიერესი, შენ სიყვარული მოგცეს, შენ ხალი არაჩვეულებრივი ხალი მოგცეს, ისეთი ხალი, რომელიც გულით სულით იყო შენსკენ, ხო? და აქ ძალიან დიდი მოითხოვეს ამისგან ამ სიყვარულის გულისთვის, გამიგეთ? იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი სიყვარული იყო გაცემული რა. და ადამიანი ასე მოიქცა და ნამდვილად გეუბნებით, რომ შეიძლება თქვენ ახლა კიდევაც ფიქრობთ, რომ ნეტა რა უნდა გაიგოს მაგან. აი თუ გაიგებს საერთოდ რა არის, ვერ გავიგე და მაგრამ აი მეც იცოდეთ, რომ ეს გამოდის გაკვეთილიდან. კი, გამოდის გაკვეთილიდან ეგ ადამიანი და სადაც მიხვდება, რომ თქვენ ხართ ის ხალი, ვინც მართლა დასაფასებელია. დასაფასებელი იმიტომ არის, რომ აქ შეიძლება გამოჩენაც იყოს ამ ადამიანის, გამიგეთ, უკვე გამოვა იმ თავისი იმიდან, რა ქვია, დამალული ადგილი, ხო? კი. აქ მიხვდება, რომ თქვენი მოტყუება არ შეიძლება. მიხვდება, ძალიან კარგად მიხვდება, რომ თქვენ უკვე აღარ წამოეგებთ მაგის ტყუილებზე და მართლა მაგის გამოჩენას, რომ თქვენ ხართ იმპერატრიცა, გოგოება, აქ ძალიან უძლიერესი გაკვეთილი. იცოდეთ, თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ არა, მაგრამ აქ ადამიანმა ისეთი იწვნია, რომ აი ღმერთო რა. და მიხვდება, რომ თქვენ ხართ მისი ბედი, ვისთანაც მე მინდა ვიყო, აქ ძალიან დიდი შეიცვალა. აი რომ გამოჩნდება, გითხეთ თუ გინდა და მიხვდებით, აქ ადამიანმა რამხელა სტრესი გამოიარა და მაგრამ აქ მიხვდა მაგან, რომ თქვენ ხართ ნამდვილად დასაფასებელი ხალი, ნამდვილად ის ხალი, ვისთანაც აქ ნუ იმპერატრიცა პენტაკლების დედოფალი ყურუმი, ნუ რაღაცა რასასწაული, მიხვდეთ? და აქ ელოდეთ, რომ შეიძლება ეს ადამიანი გამოჩნდება, იმიტომ რომ მიხვდება, რომ თუ მე მინდა მასთან გაგრძელება ურთიერთობის, აქ უკვე მანიპულაციები, ტყუილები და რაღაცა მცირეოდენი რაღაცების აი ესეთი მოცემის, ნუ არა, აღარ მიიღებ თქვენ უკვე რა. შეიძლება დაუშვათ, დაჟე გაუშვათ, აქაც შეიძლება დაჟე გაუშვათ თქვენ ადამიანის სიყვარულით, მაგრამ აქ ძალიან უძლიერეს გაკვეთილში იყო ადამიანი. კი, აქ ახალი გზა გეძლება თქვენ ნამდვილად, კი. კი, აქ ძალიან ბევრი თქვენს გაიგეთ. აქ იყო, კი, თქვენ გაუშვით ურთიერთობა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო. ნამდვილად თქვენთვის ეს აი აქ სიყვარულით გაუშვით. აქ ძალიან დიდი ტანჯვა გადაიტანეთ ჩემო ლამაზებო, მაგრამ აი რამხელა უძლიერესი გოგო ხართ, რომ აი მაქსიმალურად გადაიტანეთ ეს ტკივილი და ეხლა ნახეთ უბრალოდ თქვენი ცხოვრება აერჩიეთ, გაიგეთ, აი აქაც ნახეთ, გაიგეთ თქვენ, რომ ნამდვილად მე შემიძლია ჩემი ცხოვრება შევცვალო და არანაირი მიჯაჭვულობა უკვე აღარა გაქვთ, უბრალოდ თქვენ აი აქ არის მომენტი, როცა
ეს რა არის, აი ძალიან მიყვარს, როცა თქვა ადამიანი იმდენად ღრმა არის, რომ ხდება, რომ უნდა გაუშვე სიყვარულით, იმიტომ რომ ეს ადამიანი ხო იყო შენ ცხოვრებაში, შენ ხო იყავი მასთან რაღაცა პერიოდი ბედნიერი, ხო? დაჯექი დაფიქრდე, რა მომცა კარგი ამ ურთიერთობამ, ხო? რა შეცვალა ჩემში და ნამდვილად ისე შეიცვლება სიტუაცია, რომ თქვენ თვითონ შეიძლება გაოცდებით რა. ან ამ ადამიანთან მოგეცემათ საშუალება თუ ბედით, ნუ აქ მე ვხედავ დაბრუნებას, ხო? ან შეიძლება ისეთი ადამიანის შემოვა შენ ცხოვრებაში, რომელიც ნამდვილად აი შეცვლის შენ ცხოვრებას და იტყვი რომ ღმერთო მადლობა რომ აი დავიმსახურე რა, რომ მეც მშვიდი წყნარი ნორმალური ურთიერთობა შეიძლება აქ ამასთან ადამიანთანაც ვიღაცასთან გაგრძელდება ეს ყველაფერი. ნუ აქ რო თქვენ ახლა რაღაცას რო ასრულებდეთ წინსვლა გაქვს, ეს არის უეჭველი ჩემო ლამაზებო და რასაც მე თქვენ გისურვებთ ყველას.